H1N1 ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 3 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტთა მონაცემები უკვე გაგზავნილია ლაბორატორიული კვლევებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ყველა პაციენტს კლინიკაში შესვლისას ჰქონდა პნევმონიის გართულებული ფორმა. განაცხადა ოდიშთან ინტერვიუზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ. ბოლო დღეების განმავლობაში ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობას დაემატა 4 შემთხვევა. 4-ვე შემთხვევიდან იქნა აღებული ლაბორატორიული სინჯი და გადაგზავნილი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და ველოდებით შედეგებს. ფაქტიურად ყველა ორმხრივი მწვავე პნევმონიით შემოვიდათ, მათ შორის 3 სუნთქვით სპირტვის ხელოვნურ ვენტილაციის სისტემაზე რეჟიმზე იყო გადაყვანილი. ავადმყოფების მდგომარეობას შემოსვლისას ძალიან საკმაოდ მძიმე იყო. ამ შემოსული ბოლო 4 პაციენტიდან 3 იყო გალის რაიონიდან. 4 პაციენტიდან 2 აფხაზეთის მკვიდრია, 2 კი სამეგრელოს მაცხოვრებელი.